წავიღე. აჰა, ეხლა უყურეთ ხალხი. მიხოდა მაროზიან კინოში რა და სოქმანი არიან და უყურებენ საშინელებათა ფილმს. და ეს უჯასებზია და გამოვალდება ეს უჯასი და ვაიმე დედაო დაიყოლოს მარო. მიხო კიდე ეტყვის, ჰა, იცან დედა შენ? ეხლა მეორე. მიხოს მოუკვდება мама რა. და ეტყვია რომ ეს რამე თქვი შვილო, ბოლოს და ბოლოს мама შენიაო და ვირო, ითრიე ახალი ტუფრები, მიხო ეუბნება რა. მამამის. ეხლა მესამე მესამე ანეკდოტი არის კიდევ ცოტა ხმამა. მესამე ანეკდოტი არის ერთ ბიჭზე. ეს ბიჭი ცხოვრობს თბილისში რა და დაბლი არის ჩამოსული ეზოში. და მაღლიდან უყურეს მამა გამოიხედავს მამა და დედას დაუძახე რა. ერთი არის ისა. მიხოს ისეთი შვილი ყავს, ისეთი მახინჯი შვილი ყავს, რომ კატლეტები ჩამოკიდო, ძაღლიც არ მიეკარებაო. აჰა, ერთი მიხოდა მარო შეინობენ ველოსიპედით და მიდიან რესტორანში რა და მარო ეუბნება რომ აი ამ რესტორანში შევიდეთო და მიხო ეუბნება დაიცა გო ჯერ სტორბას დაუგმიზნო. ეხლა სხვა მარო იქნება დასაცმლის მაღაზიაში წასული რა და ლიფი დაუწყდება. მოვა სახლში და ეტყვის მიხოს რომ წადი და ლიფი იყიდეო. ეს მიხო მიდის იმეორებს ლიფი ფეხს წამოკრავს ქვას და წაიქცევა. დაუწყდება რა უნდა იყიდოს. მივა მაღაზიაში და ის მომეციო რაო და ძუძუების ტონმუზიო. ხალხნო პირდაპირ ეთერში რუსთავიორზე გამოაჩინეთ საღამოც. სიო, ეს ანეკდოტები ამით დასრულდა. შემდეგი შეხვედრისთვის.